მოგესალმებით, დღეს KV გიბრუნდებათ ახალი გამოწვევებით და ახალი მოგზაურობით, ხოლო მოგზაურობის იდეა იქნება ეროვნული ლიგის ყველა გუნდის სტადიონზე მისვლა 10 საათის განმავლობაში. როგორც გაიგეთ ამ ვიდეოში შევეცდებით ეროვნული ლიგის ყველა სტადიონის მოვლას 10 საათში. ჩვენი მარშრუტი დაიწყება დინამო თბილისიდან და ეტაპობრივად გავყვებით ყველა სტადიონს. ამ დავალებას ისარწულებს, რომ ყველა სტადიონთან უნდა გავაკეთოთ თითო ჩელენჯი. წინ ბევრი სახალისო და რთული დაბრკოლება გველოდება. ნახოთ რა გამოვა, იმედია მოგეწონებათ, ნახოთ რას მოვახერხებთ და არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა. პირველი ჩვენ მოვედით რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის მექასთან და იერუსალიმთან დინამო არენასთან. ჩვენი პირველი დავალება იქნება დინამო სტადიონთან უკვე მარტივი, სადაც თამაშობს და ცხოვრობს დინამო. პირველი დავალება იქნება, რომ ქართული ფეხბურთის დამფუძნებელ მამას ჩამოვართვათ ხელი. შესრულებულია. ეხა უკვე წავედით ლოკომოტივთან. ეხა მოკლედ ჩავჯერდით მანქანაში და წავალთ ლოკომოტივს. და არ გეგონოთ რომ ყველა ჩელენჯი ესეთი მარტივი იქნება, როგორც ეს. გდება მეგობრებო, ეხა ჩავჯერდით. წავალთ ახის ჩვენ მანქანა. ვატო ეს არ მოწონს. დინამო მოვიარეთ, ესე რომ ვთქვათ. დინამო მოვიარეთ. ვიღა შინით გადაღებისთვის ჯერ ეს საკმარისად ბობოლა იუთუბერები არ ვართ, მაგრამ რაღაცა გამოგვივა მერე აუცილებლად. და ანუ ესეთი მარტივი ჩელენჯები არ იქნება სხვა სტადიონთან, დაგველოდეთ, უყურეთ და ნახავთ ყველაფერს თქვენით. ჩავჯდებით ეხლა მანქანაში და გავაგრძელებთ გზას. სიგარეტს. მოკლედ დინამო სტადიონიდან დაიწყო ჩვენი ჩელენჯი და ოფიციალურად თავთ წამზომს 10 საათი რომ მოვიაროთ 10-ვე გუნდის სტადიონი. წავედით, დაიწყო. მეორე სტადიონი, რომელზეც მოვედით, ეს არის ლოკომოტივის სტადიონი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტადიონი საქართველოში, დინამოს და ბათუმის დინამოს მერე, მგონი ყველაზე დიდია რა. აქ გვაქვს ესეთი ჩელენჯი. ზუნზულით უნდა დავარტყათ ერთი წრე ამ სტადიონს. დავარტყავთ ახლა ერთ წრეს და შემდეგ უკვე გადავალთ შემდეგ სტადიონზე. შემდეგ სტადიონს გაიგებთ ცოტა ხანში რომელია. მოკლედ ზუნზულებთ მეგობრებო და ჩვენი კარდიოს მქონე ადამიანები არ ვიცი როგორ გაკარჩავენ მთელი სტადიონის ორბენას, მაგრამ ჩელენჯია და სხვა გზა არ აგვაქვს. მიჩევა დავაკეთებთ, მაინც უეჭოდი რა. მთელი სტადიონი კაცმა არის ის გარშემო წერილობა, ეხლა ამის რამდენია, მაგრამ არ აუშავს. მიდი ვატო, მიდი. ვახ, დავი. One eternity later. ბოლო სტადიონთან მივართ. ეხლა საერთოდ რაღაც უნდა უშველოთ ვატო ჩვენ კარდიოს. არ შე. ესე ეს გაძლება. ჩელენჯი იმენა. ესე გაძლება რა შეიძლება. ამბარეხა. ცოტა ხარჩი. და შენ ჩანთით ხარ ხო? მე ჩანთით ვარ და რაღაც მოპლაშო უკვე თემაც მიჩევა ზატო ვარჯიში ჩაგვეთხოვოთ. შეატრია რა. მეგობრებო, ჩვენი ჩელენჯიც ლოკომოტივის სტადიონზე დასრულდა. ამოვედით როგორც რა. საიდანაც დაიწყო. იქიდან დავიწყოთ რა. რა კომენტარს გააკეთებდით, აბა? რავი, ეს ჩელენჯი იმედია აღარ იქნება. როგორ მდგომარეობაში არის თქვენი კარდიო? განახო. კი. ვაჩ. ეხლა განახებთ ჩემი კარდიო რა მდგომარეობაში. დედა, ვაიმე. სული ჩახუთვა არის პირდაპირ. გადავიდეთ ახლა შემდეგ სტადიონზე და იმედია რავი რა, ცოტა ნორმალური ჩელენჯები იქნება, თორე ესეთი რო შეგხვდეს რამე შეიძლება ცუდად გავხდე ოღონდ მართლა. იბერიაც ჩაბარებულია. წავედით. მოკლედ ეხლა ამოვედით მეგობრებო. ჩავჯერდით მანქანაში. სულის მოთქმამდე ძალიან ბევრი გვაკლია. მოკლედ, კიდევ ერთი იდეა მაქვს რა აჩი. აბა? ჩვენ ახლა ამ ჩელენჯს ხო გავაკეთებთ. დროს ხო დავაფიქსირებთ რაღაცას. ეხლა ზუსტად ესე კონკრეტულად სახელი არ მინდა ვთქვა, მაგრამ საერთოდ ყველა, ვინც მოღვაწეობთ YouTube სივრცეში, გიწევთ ყველას და თუ გააუმჯობესებთ ჩვენ დროს. აუ, ისაც სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ ჩელენჯში. და იმედია მაქსიმალურად მალე ვიზამ ჩვენს რო ვერავინ ვერ გვაჯობოს. აი, წავედით ჩვენ ახლა შემდეგ სტადიონზე, ხო ესე? წავედით. მეგობრებო, დაგიბრუნდით უკვე მესამე სტადიონიდან, ამჟამად ვიმყოფებით ფურაყალი ვარჩი, სახელი ამაუცდა სტადიონს. მაგრამ გელასი თუ დავით ისიც.
დაგიბრუნდით მეგობრებო უკვე მესამე სტადიონიდან ჩვენ უკან როგორც ხედავთ არის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი სადაც არის home ground მოკლედ მეგობრებო დაგიბრუნდით უკვე მესამე სტადიონიდან ამჟამად ვიმყოფებით დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე სადაც თამაშობს გაგრა და სადაც ატარებს თავის საშინაო თამაშებს აგვექნება ამ სტადიონზე ახალი ჩელენჯი ბატო მოკლედ როგორც ეროვნული ლიგის მოყვარულს მაქვს ჩვენთან ესეთი კითხვა ჩვენ და სამწუხაროდ დიდად ევროპულ ტურნირებზე ქართული გუნდები უებწყინავენ შენ არ ვიცი ეს ფაქტი რამდენად იცი სანამ მოვიდოდით რაღაც ფაქტები მოვიძიე გაგრასთან დაკავშირებით ხო რო ეს კითხვა დამესვა თუ იცი შენ აი ძალიან საინტერესო ფაქტია რა კონკრეტულად არ გეტყვი რომელ ჩემპიონატში როგორ რანაირად უბრალოდ თუ იცი ნუ უნდა იცოდე რა რომელ ევროტურნირზე ითამაშა გაგრამ რომელ წელს ვისთან რავი ეგეც უგახსოვს საღოლ რა ხო ცადო რავი წელს უნდა გამომივიდეს იმიტომ რომ თუ მეხსიერება არ მღალატობთ 2011-12 წლის სეზონში, როცა მათ წინა სეზონში მოიგეს საქართველოს თასი, მოუწიათ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩართვა ევროპა ლიგაზე, სადაც ანორთოსის ფლამაგუსტას გაუმართეს ძალიან ძლიერი ბრძოლა, 3-0 წაგების შემდეგ ჩამოვიდნენ და ზესტაფონში 2-0 მოუგეს, თუმცა არ იყო საკმარისი, მაგრამ ქართულ გუნდებსაც ხშირად არ ახასიათებთ ევროტურნირებზე, მათ ბრძოლა ნამდვილად გვაჩვენეს, რომ 3-0-დან სერიოზულ კამბეკს ტილობდნენ. გოლები ხო არ ახსოვს? გაბედავამ გაიტანა ერთი ნამდვილად. მეორე მე მგონი ტყეშელაშოვმა. გური ხარ სახო და ხალხო ჩვენი მთავარი მიზანი რატომაც ამ სტადიონებზე დავდივარ და ამ ჩელენჯებს გთავაზობთ არის რომ რამენერად იქნებს ჩვენი რაღაც აგური დავდოთ ეროვნული ლიგის პოპულარიზაციაში და ამიტომ ჩვენი მეორე პროექტი რომელიც არის KU Sports-ი აუცილებლად უნდა ნახოთ და აუცილებლად უნდა გადმოხვიდეთ სადაც უამრავ საინტერესო ვლოგს, პოდკასტს და ანალიტიკურ ვიდეოს გთავაზობთ. წავედით უკვე მეოთხე სტადიონზე. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მოვედით სპაერის სტადიონზე, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიყავით აქამდე დამყოფები. არც ვიცოდით რა დაგხვდებოდა, საათი და 42 წუთია უკვე გამოსულები ვართ ჩვენი წამზომის მიხედვით. და ისე მოხდა, რომ სპაერის სტადიონზე რო შეხვიდე, უნდა გაიარო სამთავრობო უწყება ერთ-ერთი რა, ესე მარტივად რო ვთქვა და ნუ ფიზიკურად ეხა ჩვენ გვესმის რომ ვერ მოხდებოდა, ეს რთული არის ეხა სახელმწიფო უწყება, ეს რაც შეშვება, გამოშვება არ გამოვა. ვცდილობთ რომ უფრო ჩვენაც თქვა დავდოთ ჩვენი აგური დავდოთ იმისთვის რომ ეროვნული ლიგას უფრო მეტი მაყურებელი ყავდეს და ნუ სპაერმა ჩვენი ის ფიზიკურად ვერ რა. ნუ რავი, სამწუხაროდ ესე არის დაპროექტებული, ვერაფერს ვერ შევსვით. პროსა მაპზე განახებთ რომ აი ნამდვილად მოსულები. მართლა აქ ვართ რა, უბრალოდ გვაკლია ზუსტად რავი 300 მეტრი, უბრალოდ იქ ახლოს გადაღება არ გვინდოდა მაინც სახელმწიფო სტრუქტურა რადგან არის რამე რო არის თქვათ რა და შორი ახლოს ვართ. აი აქედან ხედავთ ჩვენ სადაც მოკლედ თემა ეს არის რომ ჩვენ რაც ავარია მოვედით ადგილზე მაქსიმალურად მიუახლოვდით ამ ადგილს. კი, პირდაპირ დაცვას ვისაუბრეთ. უშუალოდ ეხლა სტადიონზეც რო ვერ ვართ და რაღაცა ვერ ჩელენჯი ვერ შესრულდება ვერაფერი. ეხლა კი დავიძრებით რუსთავისკენ და მე რუსთავიდან უკვე დაგიბრუნდებით მანქანის კადრებით იქ მაღაზიაში გავჩერდებით რომ საგზალი ვიყიდოთ. გულდასაწყვეტია, მაგრამ არ აუშავს. ეს ეხლა არ დაგვანებებს, თვითონ იკითხოს სპაერი. კი ბატონო, ჩვენ კიდე წავედით. და მოვედით მეგობრებო, მეხუთე სტადიონზე უკვე დღეს, რუსავის მეტალურგის სტადიონზე. ამ სტადიონის შენს რაც შეეხება, 1 ლიტრი წყალი უნდა დავლიო შესვენების გარეშე და ასევე არ მექნება უფლება რომ შევიდე საპირფარეშო ოთახში, გორამდე და რავი, იმედია ამ ყველაფერს გავუძღვით რა და ეხა წყლებს ავიღებ. ლიტრიანი არ იყოს სამწუხაროდ რა. ხო და ესე გავაკეთებ ორივეს მოვხსნი და ერთ რომ ჩემი ერე მეორეზე გადავალ რა. რავი, იმედია გორამდე ჩავალა რა. ჩავალ. აი, დავიწყე დავაი. პირველი ნაწილი ჩაბარებულია. ჩელენჯი შესრულებულია. გადავიდეთ ახლა შემდეგ სტადიონზე. შემდეგი სტადიონი იქნება გორი. რავი. რამდენი დრო დაგვჭა მგონი და გადავიდეთ ახლა შემდეგ სტადიონზე. წავედით. ეხლა მოკლედ ჩავჯექით მანქანაში. რუსავის სტადიონიდან გამოვედით. ჩვენი მეხუთე სტადიონი და წავედით გორში. წავედით გორში, უკვე დასავლეთისკენ ელნევა ჰერი. აი, წამზომი რო განახოთ მეგობრებო, 2 საათი და 40 წუთი დაგვჭირდა, რომ თბილისის 4 და რუსთავის 1 სტადიონი მოგვიარა ჯამში 5.
რაც ამ საცობებიდან გამომდინარე მე მგონი კიდე ნორმალური შედეგია და ალბათ საცობები რო არა 1 საათს მაინც დავზოგავდით. დავზოგავდით მინიმუმ. კი რა უნდა გჭირდება, უნდა დაგჭირვებოდა. ნუ წავედით 5 სტადიონი გავიარეთ, 5 დაგვრჩა და შეგხვდებით უკვე მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით გორში. კი. სხვათა შორის უბრალოდ მოუწარით დინამო ბათუმი გორის დილას სამჩს. დინამო ბათუმი თუ არ ვსები გოლოზე. ბოლოზე არის კი, მაგრამ თამაში ნაკლები აქვს. ხო, ერთი თამაში. და ნუ ძალიან სიახლოვე არის ქულებში. აქედან ვეშავ. და მიწის ქვეშა დაკეტილია. სავარაუდოდ დაკეტილია მიწის ქვეშა და რამენაირად. თუ ღია. არა, ღია. ღია. წამოჩა. ნახოთ რა. თამაშზე სამწუხაროდ ვერ დავჩებით. იმიტომ მისია უნდა შევასრულოთ, კი. ჩელენჯი გვაქვს, როგორც იცით, თამაშზე ვერ გავჩერდებით, თორე დიდი სიამოვნებით. და 10 საათში უნდა. აი ზუსტად მანქანიდან გადმოვედით თუ არა. საჭმა მაშინ ჩაშვრინა. და ამ საათნახევარს ვერ გავიმეტებთ. უდიდესი პატივისცემის მიუხედავად გორის დილას მიმართ. სხვა დროს აუცილებლად ჩამოვალთ. და თუ უფრო დეტალური კონტენტი და შინაარსი დაგაინტერესებთ ეროვნული ლიგის გარშემო, ჩვენი მეორე არხი გამოიწერეთ. შემოვედით ლიბრეში და რას ვიღებთ? დოპამენი ვაიხო მანგაკო. უეჭველი. ნახოთ რა. დიდი გზა გვაქვს წინ და დოპამინი ენერგიას მოგცემს. ახლა ვიყიდით დოპამინს და უციცი ბუნებრივი ისა აქვს კოფეინი, რაც გულზე არადადებითად არ უნდა უთხრდეს. მოკლედ მეგობრებო, უკვე ვიმყოფებით გორში და ასევე დაგვეწია თამაში, სანამ ჩამოვიდოდით უკვე ბათუმის დინამო გორის დილას წინააღმდეგ. ძალიან მაგარი თამაში იქნება, სამწუხაროდ ვერ ვრჩევით, მაგრამ და მე მგონი გოლიც გავიდა. ძალიან მაგარი არის. ეს არის ჩვენი მე-6 სტადიონი უკვე და ისეთ ფეხზე ჩამოვედით, რომ გორის დილამ გოლიც გაიტანა და იმედია გორის დილას ეღირსება ერთხელ და სამუდამოდ ჩემპიონობა, რომ ევროტურნირებზე მართლა გვასახელოს და რაც შეეხება დავალებას, დავალება გამოგიგზავნა ჩვენმა მეგობარმა, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი KU Sports-ის არხზე და გამოიწერეთ KU Sports-ის არხი. მიდით გორის დილას სტადიონთან და აკენწლეთ ვაშლი რამდენჯერაც შეძლებთ? რამდენჯერ შეძლებ? არ ვიცი, ნახოთ, კენწლაში ხო იცი დიდად გამოცდილი ადამიანი არ უნდა გადააბა რომ ჩაგეთვალოს რა. კაი, ნახოთ. დავაი. ოხ, ჩემი ეს ძალიან რთული ჩელენჯი არის, მე მგონი აშკარად ვეცდები ქვემოდან არა, ბიჭო, ძალიან გამორიცხული. ძალიან გამორიცხულია შეჩი. კაი. ორი, სამი. იყო 5? ჩაითვა. წავედით მეგობრებო. სადაა ჩვენი შემდეგი ლოკაცია? იმედია რომ ტყიბულში. ნახოთ, გზა გვაჩვენებს. წავედით. დავბრუნდით მეგობრებო მანქანაში. ძალიან გული ვწყვდება რომ ესე დარაჩოლებრივ თამაშზე ვერ ვჩერდები და ვერ ვჩებით, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს ფიზიკურად, 5 საათი გვაქვს დარჩენილი და საათნახევარს ვერ დავხარჯავთ ფეურსაურებლად, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები, ვპირდებით ყველა გორელს და უგულს შემატკივრებთ გორის დილას ბოლომდე. ეხლა რაც შეეხება პატარა შესვენებაზე გავჩერდით და რა თუ არა დოპამინი გავსინჯავთ, თან არ გაგვისინჯავს უკვე დიდი ხანია გამოსული, დიდი ხანი, ანუ ისე დრო არის გასული, რომ უნდა გაგვესინჯა და ნახავთ გავიგებთ რა. ბოლოს ესე ჩვენი კოლეგის არის. ჩვენი კოლეგის არის და თან ანუ საერთოდ არ არის ინტერესი ამაში არ გაგვაჩნია და ობიექტურები ვიქნებით, იმიტომ რომ გვიყვარს ზოგადად გაზიანი და ენერგეტიკული სასმელი და თუ მოგვეწონება ვიტყვით. რა ვისუნი ტკბილი აქვს. ანუ იმასთან შავი სუნი არ აქვს, ტკბილი სუნი აქვს. გავსინჯოთ. ავიდა, გაგვიმარჯოს აბა. აუ არა, ძალიან კაია. მოდი, არჩე სიმართლეს ვიტყვი რა. კომენტარებში ძალიან ბევრი მინახავს ხალხი წერდა რომ ბუმი არისო, ზურიანიო. კი, და ანუ შენს გიშნება განცდა რომ ანუ ბუმი არ არის, ნახდად არ არის ბუმი. არა, ეგ ტყუილი, მე მაგის არ მჯეროდა თავიდან, მაგრამ ეხლა კომენტარი რო ხდება, შენს ინტერესები რომ ანუ რატო წერს, ვინ წერს, მართლა ეგეთი არ არის ეგეთი, ვინ წერს კაიაო, ხო არ იტყუება და რაღაც, მაგრამ შენც რო სინჯავ, ეხლა ჩვენ ვერავის ვერაფრის მტკიცებას ვერ დაუწყებთ. მაგრამ კარგი ენერგეტიკული მე ყოველთვის სწავლი და რაღაცა ტრიპში როცა წამოვალ და რაღაც სამოგზაურო ამბავი იქნება, აუცილებლად დოპამინს ჩავიდებ და დოპამინს დავლევ. ხო. ანუ შვენიერი გადასარევი ენერგეტიკული სასმელია და რა ვიცი, პრობლემა ვის და რატო აქვს არ ვიცი. ძალიან გემრიელია. ჩემი ტაიერლისი ხო ვიცი შენ ანუ Red Bulls XL-ი მირჩევნია, მაგრამ უშაქრო Red Bull-ი ტოპი არის რა. ანუ XL-ი ჩემთვის ნომერ პირველია, მაგრამ დოპამინიც რავი, არაფრით არ ჩამოვა. არა, მართლა კაია რა.
ადამიანების პატარა ჯგუფის გაკეთებულია, რომელმაც მთელი რაღაც დრო იწვალა და შრომა ჩადო, რომ ეს შეიქმნა და რავი ახლა რაღაც გიგანტებს როცა ადარებდა, იმასაც არ ჩამოვარდება, ზედმეტის ლაპარაკი და ცუდის ლაპარაკი მე მგონი არ ვარგა. გაგიმარჯოთ, ყველას წარმატებები კაკოს და იმედია მალე გადაასწრებს მაიმუნს, კაკოს. წავედით ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება ტყიბული. მოდი გზაში გადავწყვეტოთ და დაგიბრუნდებით კონკრეტული ადგილიდან. ეხლა ზუსტად 2 წუთი გავჩერდით Smart-ში გორში. ვატომ თავის ის ჩელენჯი შეასრულა ესე რომ ვთქვათ. შევედი ტუალეტში როგორც იქნა, მაგრამ ლარი ღირდა მოფსმა. კიდე დაგუპატიჟეს, იმიტომ რომ ქეში არ გქონდა და ტუალეტში დაპატიჟება აქამდე არ გქონდა. ეხლა შემდეგი გაჩერება მოკლედ არის ტყიბული და იმედია მშვიდობით ტყიბულიდან დაგიბრუნდებით და ამას ვიდეოში ნახავთ ყველაფერს. წავედით ტყიბულში. დროებით. ხალხო, სად ვართ? რო იცოდეთ? ესე მოკრუგე შეჩევა პირდაპირ. ვიცი მოკრუგავ. პიზდეცია რა. არც განათება, არც ლამპიონი, აი ერთი ფენსინგასავართ სადგურია, სადაც არავინ არ მუშაობს. იმედია მშვიდობით ჩავახცევთ ყველგან სადაც მივდივართ ბატონ რა. მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ ტყიბულში. რავი, აი რა გითხრათ, რა შეხედეთ უბრალოდ ეს არის ტყიბულის მეშახტის სტადიონი, უბრალოდ ეხლა ამჯერად თამაშობენ ამბროლაურში. არ ვიცი რატო თამაშობენ, მან სავარაუდოდ ეს არის მიზეზი. რავი, წესით ჩემი აზრით, როდესაც გუნდი ეროვნულ ლიგაშია, ცოტა უნდა მოაწესრიგონ სტადიონები და ესე არ უნდა იყოს მიგდებული რა და ტყიბულის გულშემატკივარიც ალბათ წუხდება, რადგან ამბროლაურში არის თამაშები და ჩემი აზრით ეს ყველაფერი უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადგილობრივ სურს გულშემატკივრობა თავისი კლუბის და იმედია გამოსწორდება ეს პრობლემა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ალბათ ნახავდით რომ ტყიბულის კადრები ცოტათი ცუდ ხარისხშია. მოგზაურობის დროს დაგვიჩნდა მეინ კამერა, powerbank-ებიც დაჭდა, იმიტომ რომ როგორც იცით 10 საათი გზაში ვიყავით და აქედანვე ბოდის გიხდით ცუდი ხარისხისთვის, მაგრამ იმედია ისიამოვნეთ ვიდეოთი და გააგრძელებთ ყურებას. მადლობა. მოკლედ მეგობრებო, უკვე მერვე სტადიონზეც მოვედით. ცოტა შემოგვაღამდა, მაგრამ თავარია ჩვენ ჩელენჯს ვასრულებთ და ვაგრძელებთ გადაღებას. ეხლა ვიმყოფებით რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც თამაშობს ქუთაისის ტორპედო უკვე ძალიან ბევრი წელია. დავალება კი რა იქნება ბატო? დავალება ის იქნება, რომ შენ უნდა მითხრა რამაზ შენგელიაზე ისე გასაოცარი ფაქტი რა, რაც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. რამაზ შენგელიას ყველაზე სერიოზული ფაქტი ის არის, რომ ოქროს ბურთის ათეულშია შესული, კერძოდ მე-7 ადგილზე და ჯერჯერობით საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია ფეხბურთის. ეხლა სასწრაფოდ გავიქეცით, წყალტუბო გველოდება, შემდეგ ბათუმი. წავედით. მოკლედ მეგობრებო, მოვედით ჩვენ მეცხრე სტადიონზე. ეხლა რატო ვარ ესეთი დაძაბული? გეტყვით ცოტა ხანში. ეს არის სამგურალის სტადიონი, ბოლოს წინა და ესეთი დაძაბული, იმიტომ რომ ეს ჩელენჯი უკვე შევასრულე ამ სტადიონზე რაც ჰქონდა. ეს ჩელენჯია ის, რომ აქამდე მოვედი ფეხშველა. ეხლა მოკლედ ფეხშველა ვარ. მოკლედ დროზე ეხლა წავედით, სანამ გაგვიწვიმდა ბათუმში, ბოლო სტადიონზე, ბათუმის სტადიონზე და დრო დაგვრჩა ძალიან ცოტა, იმედია ჩავასწრებთ და მოვასწრებთ ყველაფერს. წავედით. ეს რომელი რესტორანი ბავარია პესეჟის ფინალს. ბავარია პესეჟის ფინალს უყურე 6 წლის წინანდელი რესტორანი გახსოვს შეჩერება. ცოტა გაგვიწვიმდა პატარაზე. ჩემი სკოლის გვერდზე. ცოტა ხანში ჩავალთ ბათუმში ეხლა. შევალთ უბრალოდ და ვიღებთ იქ სტადიონთან, როგორც საჭიროა. ვეცდებით ყოველ შემთხვევაში. მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ. მეათე და საბოლოო სტადიონი. აი ბათუმი არენა, თუ რა ქვია, აჭარაბეთ არენა ჩვენს უკან, ძალიან დაღლილები ვართ ბატონო გვეპატიება, მაგრამ არა უშავს. რამდენი ხანი მოვდიოდით? 9 საათი და 39 წუთი უკვე. 9 საათი და 39 წუთია გზაში ვართ და რავი, ნახე, აბა ბოლო დავალება რა გვაქვს. ბოლო დავალება რა მოვიდა. ეს გამოსაგზავნი დავალება იყო ხო მე მგონი. აბა, ვის ბიჭებო ძალიან დაიღალეთ, ძალიან ბევრი იარეთ, მოიარეთ მთელი ქვეყანა მოკლედ და
მოდი არ გაგწირავს და ჩემი ჩელენჯი იყოს და ძალიან ხოშია, კარგად წამეთ. ლაზარი ჩემ არა. სახელზე. წავედი. ოღონდ დავალება იყო თაზის წარმატებები, გამოგზავნილი აბა. როგორც მოვისმინეთ. სადმე გებრიელა ჭამეთო, ძალიან ცივა ეხლა. არ ვიცით რა ვიეხა რამე გახსნილი თუ ვიპოვით, იქნება. რამეს ვიპოვით, ხო თუ არა და ხოლმე ცოტა ხანი დაველოდებით რა, თორე ჩვენს მაგრაკშია. წავედით, მადლობა ვინც უყურეთ სულ ვიდეოს. ეს იყო, გამოგვიწერეთ, გელოდებათ უმაგრესი პროექტები, კიდევ 2, KU Tech-ი და KU Sports-ი და უბრალოდ დაგველოდეთ და აი რავი, მოიწყენენ ვატა შანსი არა. დავაი.